ნაბულია. ვა, მაგარი ნაფრთხენია. მე ამისთანა ნაკითხი და განათლებული კატავი არ ვინახავს. აიღე! აუ, ნუსი როგორ გამახარე. გამარჯობა, კათამ. მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით. მე ვიმგზავრებით წალკისკენ. თბილისიდან გადმოვედით მე გოგლიკა ხელაძე, ვესო და როლიკო ჩვენი მეგობრები. ჩემი რადიდოლიძე წინ მიდის და ვერ ვეწევი, ისეთ სიჩქარით მიდის. მარლენი და ზურა გამოვიდნენ თეთრი წყაროს მხრიდან და სადღაც გადავეკვეთებით ერთმანეთს, ალბათ უკვე წალკაში. დღეს დაგეგმილი გვაქვს ტყის ქათამზე ნადირობა. სავარაუდოდ დიდი ალბათობით მოვივლით მრგვალ-ტყეს, გეაბრაზნის და შეიძლება რეხასაც ვესტუმროთ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა რენდომ გადაწყვეტილება მივიღოთ და ჩვენთვის უცნობი ადგილით დავლაშქროთ, იყო ამაზე საუბარი. მოკლედ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ქათამს მოვინადირებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საინტერესო ნადირობას განეხებთ და ძაღლების კარგი მუშაობას. დარჩით, გვიყურეთ და მალე ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავთ. გადავწყვიტეთ, რომ დავშლილიყავით და სხვადასხვა ლოკაციებზე გვენადირა. მე და რატიმ ცოტა სხვა ადგილი ავირჩიეთ, ბიჭები გეაბრაზნისში წავიდნენ. ეხლა ძალიან მალე მივალთ, ამასობაში იმედი მაქვს ცოტა თრთვილიც გათხელდება შედინება და ნადირობას სარფიანად დავიწყებთ. შენ რას ფიქრობ, რატი? აგვიმართლებს დღეს და მე და შენ გავისვრთ ყველაზე მეც. გაიგეთ თქვენ. უახლოვდებით მრგვალ დღეს, ჯერ აქ მოვსინჯავთ ჩვენს ძალებს და თუ აქ არაფერი გამოგვივიდა, მერე გადავალთ ეგრეთ წოდებულ რუსული გ-ს, ასო გ-ს ფორმის დღეში, გეაბრაზნიში. როგორი ინტერესით ყნოსობს. ხო, ხეზი არ ჯდება, ხო, კურდღელიც არ ჯდება. მაგრამ ეთყობამ რაღაცამ გაიარა, შეიძლება ძაღლმა. დაინტერესდა. ყველაფერს თავი გაანებო, ჯერ რატო მიყვარს ტყის ქათამზე ნადირობა. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ სეირნობ სუფთა ჰაერზე და მართლა მორალურადაც ისვენებ. განწყობასაც იმაღლებ, როცა ხედავ, რომ შენი ძაღლი წარმატებულად ახერხებს მოძიებას და ზოგადად ცხოვრებას ცვლის ნადირობა რა. ეკათამი. ეგ სხვა ქათამია. ლუსი მიდი. არა ბიჭო უდგას.
და იქნება სხვა იყოს მინდა რა. კიდე აფრინა? აიღე? ესაც გვაწოლებს კატანი. გაურბი ძალიან, მე ხო 30 მეტრი დააფარინე და უბრალოდ იყო და შევედი კეში ნაბულზე. როით გავუსი შორიდან აფრინდა. სუდი სასროლი იყო, მაგრამ კატანს ყოველთვის უნდა ისროლა. და დიდი ალბათობით შორსაც არ წავიდეთ. ხვევით ჩავიდეთ, აბა. იქნებ განაპირას უფრო იყოს. გოგა, მე გთავაზობ ნაპირიდან მანქანისკენ წავიდეთ, აბა ვცადოთ. ნაბულია. გავიდა, ვერ დავინახე. ვა, მე ვერ დავინახე. ვა. ბიჭო, რა შორიდან გაუკეთა თან ნაბული? ხო. ნინა ყოჩაღ, ნინა ყოჩაღ. თუმ ყარა პუდი არ გააჩერე, ეს იგი შორს აყავს, პუდი აზოს. აჰა. ხვევით? ხო, ეს იყო დაბრუნდა. აჰა. არა, ვერ იტყვი რომ ძაღს ეზარება, რაღაცა ძაღს ვერ დააბრალებ. ნაჯდომია ხო? კი, აქედან აიძია. ვა, მაგარი ნაფრთხენია. ნახე ლუსი, ნახე ჩემი გოგო არ გაუშვა. აი ეგრე. აი ეგრე ძმაო, რა ეგონა მაგას. ვაიმე, კარგი გოგო, ლუსი, შენ ხარ ოქრო, მეუტანე რატის. მეუტანე რატი კუნას. რამდენი მეტრისდია, იცი, რამდენი ხანია წვალა? არ მოეშვა. ოჩა. რამდენი მეტრისდია, იცი, რამდენი ხანია წვალა? იყავდა ვერ ხედავდი, აზე ხარ. შვენიერი ეგზემპლარია, ძმაო, არც თუ ისე პატარა. აი, გიო ტყის ქათამი. ვინ გადაგიღებდა წინიდან? არ შეეშვა რა, ეს სანამ არ ამოვიდა რა. არც უნდა მესროლა, მაგრამ რა. მაინც უნდა გესროლა. ქათამზე როგორი წესია დაუწერელი? რაც არ უნდა იყოს, უნდა ესროლა. გაგიჟდა ლუსი. აუ, რამდენი არ გამაშეთ 50 მეტრი შეესრულება. ვიცი, ხედავდი შორი იყო და თან სუდად ვიფრინავდა. ახრა ლამაზია ნახე რა. ნაბულია, ბიჭო. მოსული ვარ.
მიდი ნინა, მიდი აქ ავართ. შენი განათლება სადამოვიდა. ბიჭო, სადამოვიდა, ბიჭო. საფედია ბიჭო. ესე იგი, მე ამისთანა ნაკითხი და განათლებული კატაბი არ ვინახავ. წავიდეთ. ნინა, ესე არ ივარგებს 3-0-ია. 3-0-ია. ნინა, უნდა დავაყალიბო. ზევით აუყევით, მან ჩაჯდა ქათამი. აი ესე ზევით ამოდით ჩვენ ზოლზე. ანუ პირდაპირ ეგრევე 90 გრადუსზე ადით ზევით. სად არის ეს ახლა? შეხვედი? აქ ვერული ზავნება შეუშვა. ხო. აიღო. აიღე? ეგ არის. ეგ არის. ნახე რა ფეხი მაქვს. წამოვედი. აი. მოიყავით წასული უჩა. აი. ნახე ბიჭო რა ლამაზია. შეხედა რა. ნახე რა. რამდენი გილზი გავისრულე უკვე. ნუ ახლა. შვენიერი. შვენიერი. ოჩაღრე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ნადირობა ჩემთვის და შენთვის შედგა. ეხლა დაგვრჩენია გაუმჯობესება შედეგი. რაოდენობა თორე სროლით, ნაბულებით კი, იყო. ქათამი ნახეთ, მაგრამ არ ვიცი ეს პერიოდი ძალიან ცუდად ამოდის. პატარა გადაფრენებს უკეთებს ზახს, აბნევს. ყვალი რო აურიოს. აი ხლა იმ ქათამა შორს რო ვესროლე რა. მიახლოებით 1-200 მეტრა რო არ შევრცხოს. ხო ეგრე გვაწვალა. ერთი ზოლი აგვიყვანა, მეორე ზოლი ჩამოგვიყვანა და ბოლოს როგორც იქნა გადმოვფრინა. ძალიან მარტივი ლოგიკაა. არც ქათამს უნდა ტაფაზე რომ მოხვდეს, ეგეთაშია საქმე. მაგრამ ყოველთვის გიოიძახი რა შეხედა. როდესაც ერთი ძაღლით ნადირობ, ერთი ძაღლი და ორი მონადირი არის იდეალური. ხო, მაგრამ სამი უკვე ზედმეტია, კი. ახლა შეხედე რა კარგი სიტუაცია. უკეთავთ კარგად. მარცხენა მხარეს შენ მიდიხარ, მარჯვენა მხარეს ან პირიქით. კი. ანალოგიურად ახლა შენ რო ქათამი აიღე. ჩაკეტილი გქონდა კარგად. რა თქმა უნდა, იქიდან გამოფრენილი იყო. აი კიდე ქათამი, აი კიდე ქათამი. კიდე ქათამი გამოაფრინა. ვახ. რუსი რა კაცია თუ რა კაცია. ლუსი თუ ამოფრინდა, მაგ წვალებას ვანანებ. შენ თავარია ამოაფრინე. აქედან გაგმოწმა. ხო და ეხლა ჩვენ რო ვესროლეთ, წამოვიდა და ჩაჯდა იქითკენ. ამომიწრია და ვერ ვესროლ. ეხლა? ეს ეხლა ამ წამს ვესროლეთ, თო? ამ წამს ვესროლ, იქიდან გაგმოწმა. არა. მან ეს სხვა არის, ქვევიდან აგიფრინე. ამას მოვსდევთ როგორ იცი ზური? დევით რო ქვები არის. ხო, იქიდან ამიწია. ამოწმოვი აქ. და ესე იგი თქვენ მე კიდე აქედან აქფერი. ხო, აქედან ეს უკეთეს, ეს ქათამი 4 კაც და 2 წა. მე ვერ ვესროლი, როცა. ბიჭო, ესე იგი 2-ჯერ, 3-ჯერ დავინახეთ ქათამი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სულ ერთი დაიგივია. იმიტომ რომ ეგეთი ნაკითხი ქათამი მე არ მინახავს. აქ მან ჩაჯდა, მანდარი, აქ არ გამოფრენილა, რატი არაფერი. არა ძმაო, არა. არ გამოსულა რა. ესე იგი მაშინ ამ ნაკვეთში. ნაძვებშია, შიგნით არის, ზოლშია. ჩემთან არის ძაღლი, ახლა ჩამირბინა, ტყეშია. აგერ არის, ბიჭო.
აქ აიღო კვალი სადღაც განაპირაზე. აიღო. აიღე! კათამი უკვე შედეგი არის. მე ისე ვარ მისვენებ, მე დღეს ვაპირებ ლიმიტის აღებას, როგორც თქვი. შვენიერი. დღეს ვაპირებ გასროლას თუ კარგად. ხო უნდა შევასრულოთ. ლიმიტი აუცილებლად. ო, გარბის. არდა მე ამიფრინდა აი ამ ხევას, რა. არა მაგარ დაგვაგვიმა რა. რომ ავტრიალდი ეგრევე ეცა, იმიტომ რომ ახალში. ვაფრინდა მანდამაის რომელი ნაძვი შემოხდა, იცი? ხევიჯარო ტოტები ეწვევა. იმის უკრიდა პირდაპირ გაფრინდა, ვერ საიდან ვერ მოვახერხე. შასი არ არის ხო? მე ლევანას ვეჭვ. აბა ჩემთან სკოლა ვეჭვლებოდი. ძალიან მაინტერესებს მალენი და გოგლიკა დაშვებიან ახლა იქ. აურეკოთ. აბა ერთი მოვიკითხე. რა ქნეს? ჩვენ ცოტა ხანი დავისვენოთ. აბა რით გაგვახარებ პატიცემულო. ერთ სალტყის ქათამს დავსდევთ 28 კაცი. გვაწვალებს, ჩვენს გვაწვალებს, მისისაც აწვალებს, მაგრამ შედეგიანი იყო. არგი რომ მოხვალთ მერე გაგახარებთ. წინასწარ არ უთხრა გულები არ დაუხეთქო. ქათამი ესე ვთქვათ, ნუ იმ რაოდენობით და იმ მოლოდინებით როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. რას ფიქრობ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ და ზოგადად როგორი კმაყოფილი დარჩა ამ დღეს? ამ დღეს მოგითხრა კმაყოფილი ვერ დავჭი. იმიტომ რომ თვითონ წესაც ეწყებოდა რომ ძალიან ბევრი ხალხია. დიახ. განადირები, ვირი ვაზნების ნახე გასროლილი. ნუ ტყი არის ესე ვთქვათ, განაფსებული რა. ახლა აქ ისეთი პერიოდია წალკის გარემოსა სადაც არ უნდა მივიდეთ, ყველგანგივე სიტუაცია შეიძლება დავხვდეთ, მაგრამ რადგან ეს ტყი ავცისედან ნახეთ არ არის, უნდა გადავინაცოთ აუცილებლად. აქ კიდე რას ფიქრობ, რომელ ტყეზე გეფიქრება? აქ არის ეს ბიპის ტყეს ეძახიან რა. რატო ეძახიან ბიპის ტყეს? ბიპის ტერმინალი არის ახლოს. აჰა, იქ უნდა გავიაროთ ის ტერიტორია და კარგი ტყი არის რა, იმანაც იცის კარგად ფრინველი და მოდი ეგ მოვსადოთ რა. იმიტომ რომ სულ უნდა ვცადოთ რა, საიდან როგორ მიგრებს მაგას როგორ კუდასხოს ვერ გააკეთებთ. უნდა ვეცადოთ ჩვენი მანერა რა. კაი, შემოგელი, მადლობა დიდი. მოგრეთ მეგობრებო, ტყის ქათამს უყვარს სიარული. ხო და მონადირესაც უყვარს სიარული, ასე რომ წავედით ვიაროთ ყველამ ერთად. აი აქ ვიჯექი, აქ უნდა ხისიდან აქ უნდა აი კი არ მომცა შანსი რომ დავამესო. მაგარი გოთერანი ფრინველი არის რა. შენ თან აი ეს ნაძვი იყო აი აქედან ეწყებოდა. ხო. მეიდი ლუსი. შენ მოკლედ შეხვალ და აუყვები მაღლა, ხო? კაი. რა ქენი? ესე იგი რატიმ რაც ესროლა ძალიან ცუდი სასროლი იყო და ნუ ეტყობოდა ამ დღეს. ხო და ჩამოფრინდა წესით სადღაც აქეთკენ. უნდა შევუყვეთ ახლა დღეს და იქნებდა გადავაწყდეთ ისევ მის კვალს. ჩვენთან უკეთესი სიტუაცია არის აქ ბევრად უფრო კარგი სასროლი არის ვიდრე მაღლა. ხედველობა მაქვს. რატის არ გაუმართლა ძალიან წვრილიანში იყო. რა ქენი რატი ვერ გავიგე? კარგად ვესწავლე და ხო ეხლა მომიყვანა დაჭრილი. მართლა ნახა? ვახ შემოგევლე და ვახ ლუსის შემოვევლე კიდეთო. აზე ხარ? ეგ ერთი 150 მეტრი მაინც არის ბიჭო. აუ ლუსი კოჩი. ლუსი როგორ გამახარე? გამარჯობა ქათამა. იო, ინახია ცოცხალი ქათამა. მაპატი. აუ არ ველოდი ახლა ამას.
აქვს. მალენ თქვენ ყავთ ცოცხალი ქათამი. არ შეეხურე? ვეღარს ემოციიდან ვეღარს დავიცალე ახლა როცა დასაუბრებოდი. ამას ვერ მიყვა? არ მიყვა ამას რა, უბრალოდ წამოვიდა და ხო დავინახე ესე რომ შემოვიდა და მე აქედან აფრინდა სხვა ქათამი. ხო არა. ხო და ზევით ავიდა ძაღლი და მოდის და ქათამი მოყვა. რაო ლილო. არის ქათამი? ეხლა ერთი კაი ნაბული რა, ჩაგვახუტოს და ხო რა. იქ ვერცეთ ვერ გადაიღა? რა. ერთ როს დიეთ. კი, გადაღებული კი მაქვს, მაგრამ გაჩანს რომ შედისაც. ისე შორს ფრინდებოდა ისო ხერი ქათამი რომ GoPro არ ამგონია რომ მაქსი შორეზე ხედავდეს. ისე ზოგადად ტყეც არიელია. ვაფშე არ არის ჟივნასწი რა, არ იგრძნობა. მე რატი მორჩით ერთ ლოკაციაზე ნადირობას და გადავწყვიტეთ ახლომდებარე ნაძვის ტყეც ბარემ გაგვეჩხრიკა. თუ მოგვეჩხრიკა როგორც არის. ბიჭები გადავიდნენ ახლა ბიპის ტყეში, მგვალტყეში. ვერაფერი ვერ ნახეს, სახარბიელო. გადავიდნენ ბიპის ტყეში. ველოდებით იმადგან ზარს რო რაქნეს და რას იზავინდა. ჩვენ კიდე შემოუყევით აგერ კუდიგორის გზას. შვენიერი ტყე არის. ქათამი თუ იქნა დაგხატავს. ალანაი მოვიკითხე. ეს ქათამი რო ლოგიკას ემორჩილებოდეს. ჩემო რატი? კარგი იქნებოდა. რატი მარჯვნიდან აუყვება? მე მარცხნიდან შევუყვები. თუ რამე არის წესით უნდა დავინახოთ მაინც. ერთი ქათამი აგვიფრინდა ქვემოთ ხევში ჩავყევით და შორიდან დავინახეთ აი იმ ტყიდან როგორ აფრინდა ქათამი, სად შემოფრინდა სამწუხაროდ ვეღარ დავინახეთ. ანუ ფაქტი არის შემდეგი რომ შორიდან ფრინდება. შეუწუხებლად, მოდი ესე ვთქვათ. გენაცვალე რა. კარგი ხარ. შენი იყო. ყოჩა. ყოჩა. გავკეთეთ რა. ხო. მოდი. ჩავთა, მოდი. ვა. ბიჭოს, რამდენი გვაწვალა? სი. აი, სი. წაწალა. მოდი ნემიშკა. ნახე გოგო. კი ბატონო. აშკარად ახლა რამდენი ამოფრინდა ყველა ამოფრინდა კუთხეებში რა. კი. პირებში რა, ვარ ცოტა მზერიანი. მე ესე მგონია რომ საკმაოდ შედეგიანად გამოგვივიდა მაინც საბოლოო ჯამში. მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები იქით კმაყოფილები არიან. ჩვენ აქეთ უკმაყოფილები არ ვართ ნამდვილად და ეს იმას ნიშნავს, რომ ნადირობა წარმატებით გამოგვივიდა. თანკის ქათამი, რომელიც ესეთი ამოუცნობი და ძალიან რთულად მოსანადირებელი ფრინველია, მე მგონი შევიხვედეთ რა. კი. კარგი იყო, თავარია, კაი ნაბულიც დაგვანახა ძაღლმა. კარგი ამოფრენაც დავინახეთ, არაერთი. მაგრამ ერთი წარმატებული ნანადირებით. ხო, შეგვედა ორი ცალი ჩვენ სასარგებლოდ ყოფილიყო, მაგრამ არა უშვის. გვაჯობა. ვაჯობა, დღეს ეგრეა, ხო? ხო. სუჩო ხარ და ვაჯობა. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, მე ძალიან გაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენს ლამაზ ძაღლს, რომელმაც ესეთი კარგი პატივით ცა. ნინა, ნინა, ლამაზი მადლობა ნინა. მოკლედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტყეში ქათამი არ არის. მაგრამ ძალიან ლამაზი ტყე არის. ძალიან ლამაზად შემოდის მზის სხივები. სოკოც კარგად არის და დიდი სიამოვნება მივიღე ნამდვილად. ზედმეტად გამოსეირნებით, ასე ვთქვათ, თან. ჩემს საყვარელ მეგობართან, რატისთან ერთად და ლუსისთან ერთად. ორივე მიყვარს და ორივე სიამოვნებას მანიჭებს. აი, რატი გამოჩნდა რა თქმა უნდა ჩემზე წინ არის. რაო, რატი ვერაფერი?
ვერაფერი ხო? აჰა, კიდე უნახია ქათამი, რომელიც შორს აფრინდა. კარგი, დავედით ახლა ნელ-ნელა ხორუმის ცეკვით ამ ტყიდან. ამით დავასრულეთ დღევანდელი ჩვენი ნადირობა და მოგიწოდებთ არხის გამოწერას. პლუს ფანერებით არა ნადირობა და თავი ზოგადად არა ბრაკონიერობას. რაო, რატი? აი, ერთი დაგოყდა ლიმიტამდე. ეგ არაფერი. ერქო და ჩაფიქრებული რომ კიდე ორი უნდა დავამატოთ ხო, მაგრამ ვიღაცა სხვა მოინადირებს, რატი? რა პრობლემა არის? ძალიან შორს ამოდიოდა გიორგი ხალხმტყიში. ხო, ვიცი, აქ განსაკუთრებით მოგიშალეს და მოვედი და ისეთი ნერვები მოჭილილი ვარ, რომ ძალიან შორიდან მიფრინავდაო. ძაღლი ცოდო არის მაგ დროს და ხშირ შემთხვევაში ახალბედა მონადირეები და ახალბედა ძაღლი ახალი დაგეშილი რო არის ძალიან რთული არის იმისთვის. იმიტომ რომ სულსაც წესიერად ვერ იღებს ეს ქათამი გაურბის და საგეშად ძალიან ცუდი არის. ალბათ უნდა დაველოდოთ მაინც სანამ ამინდი არ აირევა კარგად და 1-10 დღე გვინდა. კი, ალბათ, მაგრამ უკვე აღა დროსი არის ნოემბერში. ბიჭო, აგე რა ძმაო, შემომხედეთ, მოკლე სახელოებიანი თვარ და ეხა მეტი რა ვქნა, მოკლე სახელოებიანი თვარ. ეძახე შენ ნოემბერი და წალკა. ეხა წავალთ ალბათ ჩვენ ბიჭებს გადავეკვეთებით. ნახავთ ბიჭებმა რაქნეს და მოგახსენებთ ყველაფერს დაწვრილებით. ვიმედოვნებ, რომ ხელცარიელები არის. მეგობრებო, ამით დავასრულეთ ჩვენი ნადირობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა კმაყოფილი არის. ყველა კმაყოფილი არის, ყველაზე მეტად კმაყოფილი მაინც რატი არის, მინდა გითხრათ. მე და რატი კარგად შევიხვედრეთ, თქვენ რაღაცა ბედმა არ გარგუნათ. ხო, ჩვენ არ გაგვიღიმა ბედმა ისე როგორც თქვენ გიცინედათ. ძალიანაც კარგი რა. ძალიანაც კარგი მინდა გითხრათ. ჩვენ ერთი ცალი შევხვდა გოგამ ივაშკაცა და მოახერხა ამ ფრინველის აღება, თუმცა მეც მივაყოლე, მაგრამ არა მგონი არა, შენ დავინახე რომ მოხდა, მეც ინსტინქტურად უკვე მივაყოლე რა, იმიტომ რომ ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ მოკლედ. ისე მოხდა როგორც ინდურ კინოებში ხდება. ფაქტი არის შემდეგი რა, რომ დღეს არის 7 ნოემბერი, ვართ მაისურებში. ძალიან ცხელა და ნუ ეს რაღაც ლოგიკური ახსნა არის თუ რატომ არ არის ქათამის შემოსული, რასაც ქვია. რა თქმა უნდა, თუ ივლი, ბევრს იწვალებ, რაღაცას მოიპოვებ და მოინადირებ, მაგრამ მაინც. მე მინდა ესეთი რაღაცა უთხრა ჩვენ მაყურებელს ამ ხიარულ ნოტაზე სანამ დავამთავრებ მარლენ. ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს კიდე. ხო, სხვათა შორის ჩვენს არხს გვერდში დაუდგა კროკო შოპ G ხო, კროკო შოპი. აკრიფავთ, მოკლედ მიაგნებთ ძალიან მაგარ მაღაზიას. ონლაინ მაღაზია არის, სადაც ძალიან დემოკრატიული ფასები არის, საკმაოდ კარგი არჩევანი არის სხვადასხვა პროფილის ნივთების, ასე ვთქვათ, რაც დაგაინტერესებთ და პლუს კიდე ერთი საჩუქარი გაუკეთა კროკო შოპმა ჩვენს მაყურებელს. ვა, ეგ არ ვიცი? მე ვიცი. ხო, შენ ჯერ არ იცი. მომავალ ვიდეოში ან მომავალ ლაივზე, მოკლედ ახლო მომავალში, რა. მოგწეს ვაუჩერები, გათამაშდება 3.50 ლარიანი ვაუჩერი, რენდომაიზერის პრინციპით და 1 100 ლარიანი, რა და შეგიძლიათ ამტახი. შენ არ გაქვს მონაწილეობის მიღების უფლება. აი, რატის და გოგას შეუძლიათ რომ მონაწილეობა ვერ მიიღებთ, კი, რა თქმა უნდა, მიიღებთ მონაწილეობას და მოკლედ მეგობრებო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იყავით ჩვენს გვერდში, გაგვახარებთ ძალიან მაგრად. მშვიდობებით, მომავალ ნადირობად.